ჩვენი ოცნებების ასრულებას გაუმარ! გაუმარ! 12-ში ოცნება ავირჩიეთ. ოცნება ნახატი კალმისანი. საკუთარი დედა დავივიწყეთ. ბიძინა გავიხადეთ საფიცარი. მისი იუმორით მოვიხიბლეთ. მისი სტურნელებით გადავბრუნდით. 12-ში ანეკდოტი მოგვიყვა და 13-ში სიცილით გადავბრუნდით. მერე საიდუმლოც გაგვიმხილა. ვაიმე ბედო უკეთურო. ცოტა რთული წელი გვექნებაო. თქვენ თავს მიხედეთო უბედურნო. პრემიერად კაცი დაგვიტოვე. მისთვის დღემდე შენ ხარ საფიცარი. ცოტა ხისტი, ბევრი ნათესავით. საკმაოდ მოჭიმული სახისანი. 14-ში ვალუტა დაგვივარდა და მოღონიერდა კრიმინალი. თუმცა მაინც თავებს ვიტყუებდით. ვითომ ვერ ხვდებოდით, ვინ არის. 15-ში პროდუქტები გაგვიძვირეს. მხოლოდ ბრინჯი ვხარშეთ დარჩეული. პირველად 16-ში ვინანეთ. მთავრობა 12-ში არჩეული. შემდეგ ბიძინამ სულ გაგვაოცა. თავის თავს წმინდანებსაც ადარებდა. 15-ში მესია დაირქვა და 16-ში უდაბნოში გვატარებდა. 17-ში პროტესტი დაგვებადა და ბრძენკაც სალანძღავად ვიმეტებდით. კაცის მომთრევი დაიწვა ცეცხლში კიდე. პასუხს მოვითხოვდით, სად წავიდა 12-ში გაჩენილი იმედები. ჩვენ მიღეთ გრძელვადიან უფასო ფულს. 18-ში პასუხიც მოგვივიდა. ნერვები ტყუილად გეშლებათო. რასაც 12-ში კვირდებოდით, 20-30-ში გექნებათო. სალომეს არჩევა რომ გაგიჭირდა, შეცვალე სტილი და მანერები. ზოგან კარტოფილი დაამატე, ზოგან სისხლიანი ბანერები. გაჭრა და სალომეც ავირჩიეთ. გაჭირვებით, მაგრამ იმედებით. ჯანსაღ ცხოვრებას კვირდებოდნენ, მეტადონებით და სირაცებით. 20-ში ამორსუნთქვა გადავწყვიტეთ, მაგრამ უარესი დაგვემართა. ამათ უთაბულო მმართველობას COVID პანდემიაც დაემატა. მე კიდევ ამათი ამჩევი ვარ. ვისწავლოთ წარსულის გაკვეთილზე. მოდი ამერთხელაც გავრისხოთ და მომავალს ნუ არ გავცვლით კარტოფილზე.